პლატფორმა აერთიანებს ენერგეტიკის სტატისტიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციას. იქნება ეს ჩვენს მიერ, სახსტატის მიერ ორგანიზებული სტატისტიკური კვლევის შედეგები, მათ შორის კვარტალური და წლიური პერიოდულობის და იქნება ეს ასევე ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროები, რომელსაც ეფუძნება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიცაა მაგალითად ენერგეტიკული ბალანსი, რომელიც მოიცავს ენერგეტიკის 5 მიმართულებას, ენერგიის 5 ფორმას, აქ არის ასევე წარმოდგენილი მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკა, რაც მეტწილად დაფუძნებული ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებზე და აქ არის წარმოდგენილი სხვადასხვა სახის საინტერესო ინდიკატორები, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სახის დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საუბრისას ახსენეთ, მოკლედ შეეხეთ, რამდენადაც ვიცი, პორტალი 4 ძირითადი მიმართულებისგან შედგება. ეს არის ენერგეტიკული ბალანსი, მოკლევადიანი ენერგეტიკული სტატისტიკა, ასევე შინამეურნეობაში ენერგორესურსების მოხმარება და ძირითადი მაჩვენებლები. უფრო დეტალურად რომ განმარტოთ, აი ეს 4 მოდული რას მოიცავს? დიახ, დავიწყებ უპირველეს ყოვლისა ენერგეტიკული ბალანსით, რომელიც სრულყოფილ სურათს წარმოადგენს პრაქტიკულად ენერგორესურსების მიწოდების, მოხმარების და წარმოების მიმართულებით. ის ორ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ბალანსის სტრუქტურიდან გამომდინარე. ერთ მხარეს გახლავთ წარმოება და მეორე მხარეს გახლავთ მიწოდება, მოხმარება. ამ შემთხვევაში აქ რამდენიმე კომპონენტია წარმოდგენილი, როგორიცაა მაგალითად ექსპორტი, იმპორტი, ენერგიის სხვადასხვა ფორმების მიხედვით, აქ 5 ენერგიის ფორმაზეა საუბარი, ელექტროენერგია და თბოენერგია, აქ არის წარმოდგენილი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ბუნებრივი გაზი, ასევე ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია, განახლებადი ენერგია, რასაკვირველია და ის გვაძლევს ძალიან კარგ შესაძლებლობას იმ თვალსაზრისით, რომ აი კომპლექსური სურათი იქნეს წარმოდგენილი არა მხოლოდ ენერგეტიკაში არსებული პროცესის, არამედ ის ეკონომიკის შეფასების ძალიან კარგ ინსტრუმენტს და შეფასების შესაძლებლობას წარმოადგენს. რაც შეეხება მოკლევადიან სტატისტიკას, რაც თქვენ ახსენეთ, ესე იგი აქ წარმოდგენილი იქნება ადმინისტრაციულ მონაცემებზე დაფუძნებული ისეთი მონაცემები, მაგალითად ენერგორესურსების ფასები, რომელიც ისეთი კომპანიების ინფორმაციას ეხება, მაგალითად საბაჟოდან მიღებული ინფორმაცია, მაგალითად სემეკიდან მიღებული ინფორმაცია, ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან მიღებული, გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან მიღებული მონაცემები. ანუ ენერგეტიკის პორტალი ახდენს მთლიან ინფორმაციის კონსოლიდაციას და ერთ სივრცეში მომხმარებელს თავაზობს სხვადასხვა სახის კომპლექსურ ინფორმაციას, რომელიც თანამედროვე ვიზუალიზაციის ეფექტებით და მომხმარებელზე ადვილად აღსაქმელი ფორმატით აძლევს მას მის გამოყენების შესაძლებლობას. რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას, ვინ არის ამ პროექტის სამიზნე აუდიტორია, ასე ვთქვათ, ვის და რაში შეიძლება გამოადგეს ეს ინფორმაცია? ეს გათვლილი არის მომხმარებელთა ფართო წრეზე. მოგიხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წრე გვყავს მომხმარებელთა, მათ შორის არის წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, მთავრობა, რა თქმა უნდა, ბიზნეს სექტორი, მედია, აკადემიური წრეები. ასევე მოგიხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტებს ვაკეთებთ ახალ მომხმარებელთა წრის გაფართოებაზე, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, მათ შორის სტუდენტებზე და მოსწავლეებზე, სპეციალური პორტალებიც კი გვაქვს მათზე ფოკუსირებული და ადაპტირებული და ვფიქრობ, რომ ეს იქნება მათთვის და ჩვენთვის ფართო აუდიტორიის მოცვის შესაძლებლობა, ჩვენ ამის მონიტორინგსაც ვაკეთებთ პერიოდულად და ვაკვირდებით მათი პაუფილების დონეს. რამდენადაც ვიცი, მსგავსი პორტალები უკვე გაქვთ. რა გამოარჩევს ამ პროექტს მათგან და რატომ ენერგეტიკა, რატომ დადგა მისი საჭიროება? ესე იგი, ეს გახლავთ ჩვენი გუნდის მიერ მომზადებული რიგით 25 პლატფორმა. და რატომ ვაკეთებთ მსგავს პორტალებს და რა იდეა დევს ამაში. მოგიხსენებათ, სახსტატის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახლავთ მოხმარებელზე ორიენტირებული მაღალი ხარისხის სტატისტიკის წარმოება. მაგრამ იმავდროულად ჩვენი უმთავრესი ამოცანა აღნიშნული მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა და საზოგადოებისთვის ამ მონაცემების მიწოდება მათთვის ადვილად აღსაქმელი ფორმით. სწორედ ჩვენ წარსულმა გამოცდილებამ და ამ ვებგვერდის მონიტორინგმა გვაჩვენა, რომ მსგავსი პლატფორმების განვითარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოხმარებელთა კმაყოფილების დონეს და სახეზე არის სტატისტიკური მონაცემები,
რომელიც ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა რაოდენობას ასახავს. მაგალითად, თუ 10 წლის წინ ჩვენი ვებგვერდით სარგებლობდა დაახლოებით 200,000-მდე არც კი მომხმარებელი, დღეს ჩვენი ვებგვერდით 1,270,000 მომხმარებელი, 270,000 მომხმარებელი სარგებლობს და ისიც აღსანიშნავია, რომ გასული 1 წლის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა გაზრდილია დაახლოებით 31%. და ფიქრობ, რომ მსგავსი მიმართულებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ამ მიმართულებების განვითარება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ნებისმიერ მომხმარებელს, იქნება ის ბიზნესის წარმომადგენელი, მედიის, აკადემიის თუ მთავრობის წარმომადგენელი და რათა მათ მიიღონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ბიზნეს თუ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები. თუ რა პორტალზე იქნება აქცენტი გაკეთებული და რატომ ენერგეტიკა, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გასული პერიოდის განმავლობაში და მიმდინარე პროცესშიც გვაქვს, ასე ვთქვათ, მომხმარებლებთან აქტიური კომუნიკაცია და ამ კომუნიკაციისას ჩვენ ვახდენთ იმის იდენტიფიცირებას, თუ რა მიმართულებაზეა ყველაზე მეტად მოთხოვნა, რა ინფორმაციის დეფიციტს განიცდის მომხმარებლები და ჩვენც ამისთვის ვართ, რომ მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე და მათ მოთხოვნებზე რეაგირება და ადაპტაცია მოვახდინოთ ამ მონაცემების მათ საჭიროებებზე. და ჩვენი საუბრის ბოლოს გკითხავთ, მეტნაკლებად ამ თემას უკვე შევეხეთ, მაგრამ უფრო დეტალურად რომ განმარტოთ მაყურებლისთვის, რა ტიპის ინფორმაცია იქნება მათთვის ხელმისაწვდომი აი ამ პორტალზე? ესე იგი, ენერგორესურსების წარმოება, მოხმარება, ენერგორესურსების ექსპორტი, იმპორტი, ასევე სხვადასხვა სახის ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები, ენერგოეფექტურობის ინდიკატორები, შინამეურნეობების მოხმარების მაჩვენებლები, ასევე აქ ეს ყველაფერი იქნება ჩაშლილი ენერგიის ფორმების მიხედვით. მათ შორის ელექტროენერგია, რომელიც წარმოებულია როგორც ჰიდროელექტროსადგურების, ისე თბოსადგურების მიერ. ბუნებრივი გაზი, ადგილობრივი მოპოვება, ძირითადად იმპორტზე ვართ, აქ ამ შემთხვევაში ჩვენ დამოკიდებული, მოხმარების მიმართულება იქნება აქ, რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად წარმოჩენილი. ასევე ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია. ასევე აქ იქნება განსაკუთრებული ყურადღება და არის ყურადღება დათმობილი განახლებად ენერგიაზე, რომლის წილისდაც ერთ-ერთი პრიორიტეტია ნებისმიერი ქვეყნისთვის. და რა თქმა უნდა, როგორც აღვნიშნე, ეს პორტალი იქნება რეგულარულად, პერიოდულად განახლებადი და ჩვენი მონაცემთა გამოქვეყნების კალენდარის შესაბამისად მომენტალურად მოხდება მასზე ინფორმაციის განახლება, არა მხოლოდ ჩვენს მიერ ორგანიზებული სტატისტიკური კვლევების, არამედ სხვადასხვა ყველა შესაძლო პოტენციური ადმინისტრაციული მონაცემების წყაროების საფუძველზე.